და ღმერთი დამეხმაროს გაგიზიაროთ ის რაც ღმერთმა ჩამედო გულში, მაგრამ სანამდე სიტყვაზე გადავიდოდე, მე მოგიწოდებთ. მოდი ძალიან ყურადღებიანები ვიყოთ. ჩვენ ცხოვრებაში ყოველთვის ბევრი საჭიროებაა. ჩვენ ცხოვრებაში ყოველთვის ბევრი საქმეა. ჩვენ ხშირად სულ ყოველთვის ვიღაცას ვჭირდებით, სულ ყოველთვის მოთხოვნადები ვართ. ვჭირდებით შვილებს, ვჭირდებით ნათესავებს, ვჭირდებით მეგობრებს, ვჭირდებით ახლობლებს, ვჭირდებით მეზობლებს, ვჭირდებით ხელისუფლებას, რა ვიცი, ყველას ვჭირდებით. მაგრამ პრიორიტეტების დალაგების დროს ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ ვის დაუთმოთ ჩვენი ყურადღება და ჩვენი დრო. ერთი პრობლემა არის და ეს თანამედროვე ადამიანის პრობლემა კი არა, თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესია. ჩვენ არასდროს აღარ ყოფნის დრო. სულ ყოველთვის გვეჩქარება. სულ ყოველთვის არ გვცალია. სულ ყოველთვის პრობლემის წინ დგევა. მე მინდა მოგიწოდოთ, რომ მოდი ყურადღებით ვიყოთ. არის საჭიროებები, რომლებიც ჩვენ ცხოვრებაში ყოველდღე არის. სულ ყოველთვის გვაქვს გადასახადი კომუნალურები, სულ ყოველთვის გვაქვს რაღაც საჭიროება, სულ ყოველთვის გვაქვს ძალიან ბევრ საქართველოში და არ მეგულება ადამიანი ესე არ იყოს, აქვს ბანკში შესატანი თანხა და კრედიტი და რა ვიცი, ძალიან ბევრი ვალდებულებები, რომლებსაც ჩვენ უნდა უპასუხოთ. და ეს ვალდებულებები არასდროს არ გვეკითხებიან გვინდა თუ არ გვინდა, გვცალია თუ არ გვცალია, კარგ ხასიათზე ვარ თუ როგორ არის, არა, ვალდებულება გაქვს და უნდა გადაიხადო. და არავინ არ აპირებს ამაზე თვალების დახუჭვას. მაგრამ ამ საჭიროებების მიღმა და ეს არაერთხელ გვითქვამს ჩვენ ეკლესიაში, ჩვენ ცხოვრებაშია ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროებები, რომელთა გადაწყვეტაც რადიკალურად, კატეგორიულად მნიშვნელოვანია ჩვენ ცხოვრებაში. თუმცა განსხვავებით ამ ყოველდღიური საჭიროებებისაგან, ეს საჭიროებები არ გახჩობენ, ისინი არ დაგადგებიან, ამ საჭიროებების შეუსრულებლების გამო არავინ არ დაგაჯარიმებს და პროცენტს არ დაგაკისრებს, არავინ არ გაგაგდებს სამსახურიდან, ესენი არიან ისეთი საჭიროებები, რომლებიც საუკუნეები დაგელოდებიან. მაგრამ მოვა დრო და ერთხელ ჩვენ შევაღებთ მარადისობის კარებს. მოვა დრო და ერთხელ ჩვენ დავტოვებთ ამ წუთისოფლს. და ამ წუთისოფლის დატოვებასთან ერთად ეს ყოველდღიური საჭიროებები გაქრება ჩვენი ცხოვრებიდან. ზეცაში აღარ მოგაკითხავს ბანკის ოფიცერი, ზეცაში არ მოგივა კომუნალური გადასახადი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გასაგებია? მადლობა ღმერთს, რომ ეს ასეა. ამ სხეულის დატოვებასთან ერთად მისი საჭიროებებიც გაქრება. იცით, ეკლესიასტეს წიგნში წერია ასეთი რაღაც, მიიქცევა მტვერი მიწა და იმ დროს გაქრება მისი ფიქრებიო. და ამას ზოგიერთი ეგრეთ წოდებული მორწმუნე თავის თავს ათასნაირ სახელებს რო არქმევენ, ამბობენ, რომ აი დაწერილია, რომ ადამიანი ქრება სიკვდილთან ერთად. ეს ტყუილია, როცა დაწერილია, რომ მიიქცევა მტვერი მიწა და იმ დროს გაქრება მისი ფიქრები, ეს იმ ყოველდღიურ ხორციელ ფიქრებზეა ლაპარაკი. იცი, ჩვენ რო არ გქონდეს კუჭი, არ გვექნება შიმშილის გრძნობა. და როცა აღარ იქნება კუჭი, შიმშილიც აღარ იქნება. გასაგებია? ანუ მიიქცევა მტვერი მიწა და ეს ყოველდღიური ამაოების ფიქრები გაქრება. აღარ იქნება ეს საჭიროება, აღარ იქნება საჭმლის მომზადების საჭიროება, აღარ იქნება სხვა ისეთი ელემენტარული საჭიროებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ის საჭიროებები, რაც მე ვთქვი, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საჭიროებები იქ დაგხვდება. შეუსრულებლები. ამიტომ ხშირად არის საჭირო, რომ მოიცალო. გააჩერო ეს ყოველდღიური რაღაცეები და უბრალოდ მოიცალო და უთხრა ღმერთო, მე მინდა დავიწყო შენი მოსმენა. შენ რა გინდა დღეს ჩემ ცხოვრებაში? შენ რისის შეცვლა გინდა ჩემ ცხოვრებაში? იესო ქრისტე, ჩვენი უფალი, ჩვენი მაცხოვარი, გამოცხადების წიგნის მესამე თავის მე-20 მუხტში ამბობს, მე ვდგავარ და ვაკაკუნე. ის ამბობს, მე ვდგავარ და ვაკაკუნე. და მე წერია ვინც გამიღებსო კარებს, მე შევალ მასთან და მასთან ერთად ვივახშმებ. ვინც გამიღებს კარებს, მაგრამ თუ არ გაუღებ, ის იდგება და აკაკონებს. ის დაგელოდება. ხშირად ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ მოუცლელები ვართ, არ გვცალია,
არც კი ვფიქრობ, რას ნიშნავს, რომ ქრისტე აკაკუნებს ახლა ჩემს კარებზე და მე მას უნდა გავუღო, მე მისი მოსმენა უნდა დავიწყო, მე მას უნდა შევეკითხო, მე მისი აზრი მინდა გავიგო და იმისი აზრის თანახმად დავიწყო ჩემ ცხოვრებაში რაღაცეების დალაგება. მისი აზრიდან გამომდინარე დავგეგმო ჩემი ბიუჯეტიც, ჩემი დროც, ჩემი შესაძლებლობებიც და ასე შემდეგ და არა იქიდან რას მთხოვენ მეზობლები, რას მთხოვენ, რა ჭირდება ჩემს ნათესავებს, რა ჭირდება ჩემს რა ვიცი, სხვას. გასაგებია? მაგრამ ხშირად ჩვენ იმდენად ვართ ამ ყოველდღიურ ფერხულში და ყოველდღიურ მორევში ჩართულები და ჩათრეულები უკვე ვეღარც კი ვჩერდებით იმისთვის, რომ იმაზე ვიფიქრო, ის რო დგას რა აკაკუნებს შემოუშვა ჩემს ცხოვრებაში და მისი აზრი გავიგო რაღაცეებს. ჩვენ ცხოვრობთ ინერციით უკვე, ჩვენ აუყევით უკვე ამას და რაც მეტია სიჩქარე, მით მეტია ინერცია. იცი, როცა მიდიხარ 20 კმ/სთ სიჩქარით, დაამუხრუჭებ და მანქანა ადგილზე გაჩერდება. მაგრამ თუ მიდიხარ 200 კმ სიჩქარით, რო დაამუხრუჭებ, მანქანა ინერციით განაგრძობს მაინც სიარულს. ის არ ჩერდება მაშინ. გასაგებია? რაც მეტად ხარ ჩართული ამ ყოველდღიურ ფერხულში, გაჩერება მით უფრო ძნელია და რთულია. შეუძლებელია ხშირად გაჩერდე. შენ კი გადაწყვიტავ მოინდომებ, ახლა გავჩერდები, მაგრამ ვერ გაჩერდები. ამიტომ სანამდე ამ ზომამდე მივიყვანდეთ ჩვენს თავს, უმჯობესია ვიფიქროთ ამაზე დღეს. იმიტომ რომ წმინდა წერილი ამბობს, რომ ყველა ადამიანი თავისთვის ჩააბარებს ღმერთს ანგარიშსო. მე არავინ მომთხოვს პასუხს ჩემი მეზობლებისთვის. დარჩენ მოგთხოვენ პასუხს ჩემს გამო. შვიდათ იყავი. ზოგი თავის ნაცვლად ყველა უყურებს, რომ მე არაფერი შემეშალოს. ნუ ნერვიულობ, შენ არ მოგთხოვენ პასუხს ჩემი შეცდომებისთვის. ასე რომ შვიდათ იყავით. მაგრამ წმინდა წერილი ამბობს, ყველა ადამიანი თავისთვის ჩააბარებს თავს ღმერთს ანგარიშს. გასაგებია? ამიტომ არის ისეთი მომენტები, როცა ჩვენ უნდა გქონდეს დრო და შესაძლებლობა იმისა, დავფიქრდეთ, მოვისმინოთ, გავაკეთოთ. დღეს მე თემას უნდა შევეხო და ამ თემაშიდაც ამაზე ვილაპარაკო. ღმერთი უყურებს და აკვირდება ჩემში რწმენას. საკითხებს როგორ უდგები? ლოგიკით თუ რწმენით? საკითხებს როგორ უდგებ? გამოვთვალე, მივთვალე, მოვთვალე და ეგრეა. იცი უამრავი ადამიანები ეგრეა. და შენ რა იცი რომ ეგრეა? არა ეგრეა. იმიტომ რომ ადრე იყო ესე. იცი ხშირად ჩვენც გვარდებით ამ რაღაცაში, ეს რაღაც ჩაკეტილ წრეში. არ შეიძლება. ესე უნდა იყოს, ისე უნდა იყოს. სინამდვილეში რაღაცეები ხშირად აკვიატება არის. რწმენა აკვიატება არ არის. რწმენა ღმერთის თვალით დანახული მოქმედება არის. ამენ. და რწმენა მოდის საიდან? რომაელებისათვის 17. რწმენა მოსმენისაგან, მოსმენა ღმერთის სიტყვისაგან, ქრისტეს სიტყვისაგან, ასერია წმინდა წერილში. რწმენა მოსმენისაგან, მოსმენა ქრისტეს სიტყვისაგან. იცი, წმინდა წერილი ამბობს, თესალონიკელების წერილში წერია, მეორე თესალონიკელების წერილში, რომ გაფრთხილებდითო, რომ გაერიდოთ უწესო ადამიანებს, რადგან ყველაში როდია რწმენა. ყველაში როდია რწმენა. არიან ადამიანები, რომ რწმენა არ აქვთ. იცი, ორი სტანდარტით შეიძლება ცხოვრება. ერთი ადამიანით, ადამიანის ბუნებით. საერთოდ თუ გაგიგონიათ ასეთი რაღაც, ფასეულობათა სისტემა. ფასეულობათა სისტემა. გაგიგონიათ ასეთი რაღაც. აი მაგალითად, ჩვენ ხშირად ვაფასებთ ადამიანს. კარგი ბიჭია, კარგი გოგოა, ცუდი ბიჭია, ან ცუდი გოგოა, ცუდად მოიქცა, ცუდად გააკეთა. იცით საიდან ხდება ამისი განსჯა? რომელი სტანდარტიდან გამჟით და რომელი სტანდარტიდან გამოგვაქვს დასკვნები და ვამბობთ. სხვათა შორის ერთი სასამართლოში ყოფილ ხართ? რით ასამართლებენ ადამიანს? კოდექსით. კანონთა კოდექსით. მოსამართლე თავის ჭკუაზე ხო, თავის შეხედულებით ხო არ ასამართლებს? მე ასე მინდა და ასე არა.
ადამიანის სამართლდება კოდექსით არის რაღაცა სისტემა, რომელიც სისტემასაც ადარებენ ჩადენილ მოქმედებას და გამოაქვს დასკვნა, რომ კანონი იყო დარღვეული და დანაშაული იყო ჩადენილი. ასევე ჩვენ როცა ვიღაცას გავსჯით, ან ვიღაცას ვაფასებთ, ვამბობთ, რომ კარგად მოიქცა, ან ცუდად მოიქცა, საიდან ვაკეთებთ ამას? გვაქვს ფასეულობათა სისტემა. ჩვენი ფასეულობათა სისტემა. სხვადასხვა სისტემა არსებობს და ჩვენ ამით გავსჯით. მაგრამ არის ერთი რაღაცა. მოდი ვთქვათ, შენ ახლა რწმენით გავსჯის საკითხებს. თუ შენი შინაგანი ბუნებით და ფასეულობათა ბუნებით. იცი ხშირად რა არის ჩვენი პრობლემა? ეკლესიაში ვართ და რწმენის გარეშე გავსჯით საკითხებს. რწმენას კი არ უყურებ და ღმერთის შეხედულებას კი არ უყურებ და წმინდა წერილს კი არ უყურებ. ისე როგორც მისწავლია იმ მოხუცებული ქალივით. წვრილად როჭრი და ხორ. ისე როგორც ჩემ მამბა პაპას გაუკეთებია. ეგ კაი ბიჭია, ეგ კაი გოგოა, საიდან არის რა? ღმერთს უნდა რომ რწმენით უყურო საკითხებს. წინამსახურებაზე ვთქვით რომაელთა წერილი. ყველაფერი რაც რწმენით არ არის, ცოდვა არის. ჩვეულებრივი ცხოვრებაც კი. არც შემიგინია, არც მიმრუშია, არც არავინ მომიკლია, არც არაფერი, მაგრამ არ ვცხოვრობ რწმენით, უკვე ვცხოვრობ ცოდვით. გასაგებია? მეგობრებო, რომელთა წერილი ზუსტად ასე ამბობს. ყველაფერი რაც რწმენით არ არის, ცოდვა არის. წმინდა წერილი ყველაფერი რა არის? ყველაფერია. ამენ? ყველაფერი რაც რწმენით არ არის, ეს უკვე ცოდვა არის. იმიტომ რომ რწმენიდან არ გამომდინარეობს, იმიტომ რომ ღმერთის შეხედულებიდან არ გამომდინარეობს. დღეს მე მინდა გავაგრძელო ეს. დღეს მე მინდა ამაზე ვილაპარაკო. სანამდე სხვა რამეებს შევახებოდეთ, ეხლა როცა ამ თემაზე ვფიქრობდი, ერთი ადგილიზე გამიმახვილა ღმერთმა ყურადღება წმინდა წერილიდან და მინდა ამას შევეხო დღეს. ეს არის იოანეს სახარების მეათე თავის 22 მუხლიდან. ეს არის ადგილი, სადაც 27 მუხლში ქრისტე ამბობს, რომ ჩემი ცხოვრები ჩემ ხმას ისმენენ და ისინი მე მომყვებიან. მაგრამ სანამდე ამ ადგილ 27 მუხლამდე ჩავიდოდეთ, მინდა 22 მუხლიდან წავიკითხოთ. ძალიან სახურადღებოა და ივიდო. იერუსალიმში მიძღვნის დღესასწაული იყო. ვის გჯერათ მეორე ტიმოთეს 3:16. აბა ვინ გამახსენებს რა წერია? დიახ, მთელი წერილი ღვთისმსულიერია. ანუ მთელი წერილი ღვთისმსულიერია. მთელი წერილში მთელი წერილი იგულისხმება, ამენ. და თუ მთელი წერილი ღვთისმსულიერია, ესე იგი მთელი წერილიდან ღმერთი გველაპარაკება რაღაცას. ბიბლიაში არაფერი არ წერია ზედმეტი. ეთანხმებით? არაფერი არ წერია ისე რა, რომ შემთხვევით დაწერა ვიღაცამ. სინამდვილეში არც კი ვფიქრობ, არც კი ვიცი რატო წერია ეს. მაგალითად მოდი ავიღოთ ახლა აქ 22 მუხლი და წავიკითხოთ ღვთისმსულიერი წერილი. იერუსალიმში მიძღვნის დღესასწაული იყო, ზამთარი იდგა. რა არის აქ ისეთი ახლა? რას გვასწავლის ეს წერილი ახლა ჩვენ? სხვა თარგმანებში თუ მოძებნეთ ამ ადგილს ასეთი რაღაც წერია, იერუსალიმში განახლების დღესასწაული იყო, მიძღვნის დღესასწაული, ეს იგივე განახლების დღესასწაული იყო. იცით ეს რა დღესასწაული იყო? ტაძარი რო აღადგინეს. დანგრეული ნაბუქოდონოსორის მიერ დანგრეული სოლომონის ტაძარი მღვდელმა ზერუბაბელმა და მისი მეთაურობით ნეემიას დროს აღადგინეს. და დააწესეს დღესასწაული. ამას ერქვა განახლების დღესასწაული. ტაძრის განახლების დღესასწაული. ამას ასევე ერქვა ტაძრის მიძღვნის დღესასწაული. ორივე სწორი არის. იცი, ჩვენ როცა ეს სამლოცველო ავაშენეთ, ვაკურთხეთ. ღმერთს მიუძღვენით. გასაგებია? ზუსტად ეს პროცესი იყო, ტაძრის განახლების დღესასწაულია და მიძღვნის დღესასწაულია. დაუკვირდით სიტყვას განახლება. აქედან ღმერთი გვასწავლის ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას. იოანე მახარებელი ამბობს, იერუსალიმში განახლების დღესასწაული იყო, მაგრამ ზამთარი იდგა. ზამთარი მკვდარი სეზონია. ამ ადგილებს რო ვკითხულობ, მახსენდება ესაიას წინასწარმეტყველება, ესაიას პირველი თავი, ვისაც გაქვთ საკითხული მე-11 მუხლიდან იქ წერია
იქ ისეთ სიტყვებს იყენებს, თქვენ სოდომელებო, თქვენ გომორებელებო. დავიღალე თქვენი ახალმთვარობები, თქვენი დღესასწაულები შეიზიზღა ჩემმა სულმა ასწერია. რომ მოდიხარ და პირ მეცხადებით, ვინ დაკავალა ჩემი ეზოების თელოა. ლოცვებს რო ამრავლებთო მე თვალს გარიდებ. იმიტომ რომ დავიღალე თქვენი ახალმთვარობებით ასწერია. არა და ყველაფერ ამას რაზედაც ღმერთი ამბობს დავიღალე ამითო თუ რჯულს წაიკითხავ და ნახავთ. ლევიანების წიგნი წაიკითხე და ნახე თვითონ ღმერთი ამბობს რომ ესე უნდა ეკეთებიათ. უნდა ქონოდათ შაბათები, ახალმთვარობები, უნდა აღენიშნათ ეს ყველაფერი, მსხვერპლი უნდა მიეტანათ ღმერთისთვის. მაგრამ ესაიას წინასწარმეტყველებაში ღმერთი ამბობს რომ დავიღალე, ტვირთად მეკცა, დავიღალე ამის ზიდვით ასე ამბობს ღმერთი. და რატომ იცით? ერთ კითხვას სვავს იქს და ამბობს უკეთურება და დღესასწაულიო ეს ორი რაღაცა ერთმანეთს ვერ ეთანხმება. დღესასწაული არ არის დღესასწაული, თუ იქ უკეთურება არის. დღესასწაული არ არის დღესასწაული, თუ იქ მაია ლაპარაკობდა რიტუალზე. იცი, ჩვენ რიტუალს ვერავნაირად ვერ გავიქცევით. ეხლაც რაღაც რიტუალის ნაწილები ვხვდებით. მე რო ვაგდგევარ და გელაპარაკებით, ესეც რაღაც რიტუალია. რატო ვიწყებთ მსახურებას ქებადიდებით, ესეც რიტუალია. ნათლობა გინახავთ ჩვენ ეკლესიაში, რიტუალია ესაც. ზიარება, ესეც რიტუალია. რიტუალს ვერანაირად ვერ აცდები. რაღაცის წესით თანახმად კეთდება. გასაგებია, მაგრამ რიტუალიღა რო დარჩა მარტო, ეს არის პრობლემა ხშირად. ცარიელი რიტუალიღა რო დარჩა და მეტი არაფერი, ეს არის პრობლემა. გასაგებია, თორე ურიტუალოდ არაფერი არ არსებობს. საერთოდ ყველაფერი რაღაცას გამოხატავს, რაღაცის გამოხატულებასთან არის დაკავშირებული. მაგრამ ზუსტად ამას ამბობს ღმერთი, რომ კარგია, იცი ახალმთვარობაც უნდა იყოს, შაბათიც უნდა იყოს, დღესასწაულიც უნდა იყოს, შობაც უნდა ვიდღესასწაულოთ, აღდგომაც უნდა ვიდღესასწაულოთ, მაგრამ ღმერთი ამბობს, უკეთურება და დღესასწაული, ეს უკვე დღესასწაული აღარ არის. როცა ადამიანი უკეთური ცხოვრებით ცხოვრობს და რა ინტერესებს ღმერთის სიტყვა და რა ინტერესებს ღმერთის აზრი და მთავარი დღესასწაულია, ეს დღესასწაული აღარ არის უკვე. როცა უკეთურება არის, დღესასწაულიც უკეთურდება. გახსოვთ, წმინდა წერილი ამბობს, ვინც რჯულის მოსმენისგან ყურს გადახრისო, მე რაო? მისი ლოცვაც კი სისაძაგლია ღმერთის თვალში. ვაუ! ლოცვა ხო საკმეველია ღმერთის წინაშე. ჩვენ ამას ხშირად ვამბობთ. გამოცხადების წიგნში წერია და ავიდაო კვამლი დედამიწიდან და ეს წმინდანთა ლოცვები იყო, კეთილსურნელება ღმერთისთვის. სხვათა შორის ერთი რამე იცოდეთ, მღვდლებს რო ხელში საცეცხლურები უჭირავთ ხშირად, საკმეველს რო აკმევენ, ეს სიმბოლირებდა წმინდა წერილში კეთილსურნელებას ღვთის წინაშე და სინამდვილეში ეს ლოცვებია. მაგრამ წმინდა წერილი ასე ამბობს, რომ ვინც რჯულის მოსმენისგან ყურს გადახრის, მისი ლოცვაც კი სისაძაგლია ღმერთისთვის. ერთ ადგილზე ეს კეთილსურნელობაა და მეორე ადგილზე როგორ არის? სისაძაგლე. ზუსტად აქ არის მოსაძებნი პრობლემა. იერუსალიმში განახლების დღესასწაული იყო, მაგრამ დღესასწაული იყო მარტო, არანაირი განახლება არ ხდებოდა სინამდვილეში. ზამთარი იდგა. ყველაფერი გაყინული იყო, ყველაფერი, იცი, მოდი ვიფიქროთ ამაზე. დღეს არის შენთვის და ჩემთვის განახლების დღესასწაული. დღეს არის შენთვის და ჩემთვის. დღე, როცა ჩემი რწმენა უნდა განახლდეს, როცა ჩემი აღთქმები უნდა განახლდეს, როცა ყველაფერი უნდა გადაიხედოს, როცა გუშინდელი უნდა დამთავრდეს. ნუ იყურები გუშინ, მე გუშინ გამიკეთებია, მე ისე გამიკეთებია, მე ის მისწავლია, მე ეს გამივლია, ის გამივლია, დაანებე თავი რა იყო გუშინ. და უყურე იმას რა არის დღეს და დასვიკითხოთ, კარგი დღეს ხვალ რა იქნება, ყველაზე ცუდი ეს არის. იცი მე ყველაზე მეტად რა მაინტერესებს ხოლმე, ასე რომ დავდგები დღეს ხვალ რა იქნება. არა, არ მაინტერესებს ხვალ რა იქნება. თავარია დღეს მოვიფხანო გული. ესეთი გამოთქმა რო არსებობს, აი გული მოვიფხანეო. თავარია დღეს მოვიფხანო გული, ხვალ რადგან ქვაქვაზე არ დარჩენილა თუ გინდა. არა, ღმერთი არის ეხლა, ღმერთი ამბობს მე ვარ რომელიც ვარ, მაგრამ ის იმიტომ არის ეხლა მე ვარ რომელიც ვარ, რომ აქედან გვაქვს ჩვენ გარანტირებული ხვალინდელი დღე. ღმერთი
არ არის წარსულის ღმერთი, ღმერთი მომავლის ღმერთია. ნუ გეშენია მომავლის. იქ ღმერთია. დიდება უფალს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ როცა ამას ვკითხულობდი, მე საერთოდ არ ვფიქრობდი დღეს ამაზე. მე მინდოდა წამეკითხა ადგილი, რომ ქრისტე ამბობს, რომ ჩემი ცხოვრები ჩემ ხმას ისმენ. და როცა ამას ვკითხულობდი, მოდი წავიკითხოთ კონტექსტში. იერუსალიმში მიწვნის დღესასწაული იყო და ზამთარი იდგა. მიმოდიოდა იესო ტაძარში. სოლომონის დერეფანში. იცი? ქრისტემ თქვა, დამკვიდრდები და ვივლი მათშიო. ჩვენი ხალხი ვარ, ვისშიც მკვიდრობს ქრისტე. მაგრამ მეორე საკითხია, როგორ გრძნობს ის თავს შენში და ჩემში. აქ წერია, რომ იერუსალიმში განახლების დღესასწაული იყო. წესით ყველაფერი განახლებული უნდა ყოფილიყო. წესით ყველაფერი განახლებას უნდა დაქვემდებარებოდა. წესით ყველაფერი გონების განახლებას უნდა დაქვემდებარებოდა. წესით ყველაფერი უნდა ბრწყინავდეს. წესით ყველაფერი ახალი უნდა იყოს. მაგრამ ყველაფერი გაჩერებულია. ჩვენ ჩვევით, ჩვენ ასე გვისწავლია, ჩვენ ასე ვიცით, თუ განახლების დღესასწაულია, ყველაფერი უნდა ბრწყინავდეს. და მიმოდიოდაო იესო დერეფნებში. რატომ მიმოდიოდა, იცი? უკვირდა. მე ასე ვხედავ წერილის ამ ადგილს. წესით განახლების დღესასწაულია, მაგრამ ყველაფერია განახლების გარდა. წესით განახლების დღესასწაულია, მაგრამ სად არის ეს განახლება? და შემოეხვინენ ხალხი, ასე წერია, ნახეთ. შემოეხვინენ იუდეველები და უთხრეს, როდემდე უნდა გვყავდე გაუგებრობაში? იცით? ხშირად ქრისტეს გამო გაუგებრობაში ვარდებით ჩვენ. ქრისტესთან ვარდებით გაუგებრობაში. იესო მიმოდიოდა ტაძარში. რა იუდეველების საქმე იყო, ვერ გავიგე. და მოვიდნენ ეს და ქრისტეს ეუნევიან, როდემდე უნდა გყავდეთ გაუგებრობაშიო. კიბა როდი შემოგივარდა სახლში. გიფიქრიათ ამაზე. და მოვიდნენ და ეუნევიან, რატო ეუნევიან? იცი სინდისი აწუხებდათ. ის რასაც ქრისტე ამბობდა და ის რასაც ქრისტე აკეთებდა მათ გულში ხვდებოდა, ვერ ემალებოდნენ, პასუხები არ ქონდათ. მაგრამ მათი ფასეულობათა სისტემა, რაზედაც ისინი იდგნენ, საპირისპიროსკენ მიუთითებდა მათ. ამიტომ მოვიდნენ და როგორმე უნდა გამოძღვრნენ ახლა ამ სიტუაციიდან. იცი როგორ ზოგმა ადამიანმა როგორ გადაწყვიტა პრობლემა. მანქანაში რო გათიშავ ბენზინის მანიშნებელს, რომელიც განიშნებს, რომ ბენზინი თავდება, ის შეიძლება გათიშო, გააფუჭო, ჩაარტყა და შემდეგ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავზი გაივსო. ეს იმას არ ნიშნავს. იცი, ხშირად ჩვენ ვთიშავთ სინდის, რო არ შეგვაწუხოს. ხშირად ჩვენ ვთიშავთ სინდის, რო არ შეგვაწუხოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არის. უბრალოდ სინდისი გავთიშე, ის აღარ მაწუხებს, მაგრამ პრობლემა ხო დარჩა. ადრე მე მქონდა რამდენიმე წლის წინ სიტყვა, ერთ-ერთი თაყვანისცემის დროს ღმერთმა მითხრა, გავიგონე ჩემს გულში ხმა, ვინც იყავით მაშინ ამ მსახურებაზე, ნუ იყენებთ გამაყუჩებლებსო. ნუ იყენებთ, მე კი წამალზე კი არ გეუნებით. გამაყუჩებელი პრობლემას თიშავს, ტკივილს თიშავს, მეტი არაფერი, ის არაფერს არ აგვარებს. ამიტომ ჯობია პრობლემა მოაგვარო, ვიდრე გათიშო და გააყუჩო. გასაგებია? ამიტომ ნუ გათიშავ რაღაცას. ესენი იყვნენ იუდეველები, ვინც ქრისტეს შემოეხვივნენ და რატო შენ პრეტენზია წაუყენეს, როდემდე უნდა გყავდეთ გაუგებრობაშიო. რა გაუგებრობაში? ნახე რა შეუნევიან. როდემდე უნდა გყავდეთ გაუგებრობაში. თუ ქრისტე ხარ, გვითხარი გარკვევითო. ქრისტემ რა უთხრა? არა, არ გეტყვით, ესე უთხრა? ქრისტე უნდა მიუგო მათ იესომ, გითხარით და არ ირწმუნეთ. ჩემი საქმეები, მამა ჩემის სახელით რომ ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე. რა, რამდენჯერ გითხარით? ყოველდღე გითხარით, ყოველდღე ხედავთ, მაგრამ თქვენ არ გწამთ. და მე რეუნება. მაგრამ თქვენ არ გჯერათ, რადგან ჩემი ცხვართაგანი არ ხართ. როგორც გითხარით, ჩემი ცხვრები რა? ჩემ ხმას ისმენენ. ჩემი ცხვრები ჩემ ხმას ისმენენ და მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან. კი არ ისმენენ მარტო. ისინი მე მომყვებიან. მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნო და ვერავინ წაგლეჩ მათ ჩემი ხელიდან. დიდება უფალს. ძალიან მარტივი მუხლი. მოდი ახლა ვთქვა, ჩემი ცხვრები ჩემ ხმას ისმენენ. მე ვისი ცხვარი ვარ?
ჩვენ გვიყვარს 22 ფსალმონის ციტირება, უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება. სანამდე იმას იტყოდე, რომ არაფერი არ მომაკლდება, წაიკითხეზე და მუხლი, რომ უფალი უნდა იყოს შენი მწყემსი, თუ გინდა რომ არაფერი მოგაკლდეს. რას ნიშნავს უფალი უნდა იყოს შენი მწყემსი? ის უნდა გმწყემსავდეს. იცი, დამწყემსვა, იცი რას ნიშნავს? მე ჩემ ჭკუაზე კი არ დავდივარ. როცა ძროხას მწყემსავ, ძროხა კი არ გმწყემსავ შენ და იმას კი არ დაყავხარ შენ, შენ უნდა წაიყვანო ის და შენ უნდა გაუძღვე მას და შენ უნდა გააკეთო და იქ უნდა მიიყვანო, სადაც უნდა მიიყვანო. წყალი უნდა დალევიდო, თუ სხვა რამე იმას შენ იღებ პასუხისმგებლობას. ეხლა ნახეთ, უფალი ჩემი მწყემსია. არის უფალი ჩემი მწყემსი. მწყემსავს ის მე. მესმის მისი ხმა. ვემორჩილები მის ხმას. მეუბნება მარჯვნივ და მარჯვნივ მივდივარ. მეუბნება გაჩერდი და ვჩერდები. მეუბნება მარცხნივ და მარცხნივ მივდივარ. თუ როგორ არის ჩემი ცხოვრება? ღმერთო შენ იყავი ეკლესიაში, მე ახლა მე გადავწყვიტავ ყველაფერს. შენ აღარ ჩაერიო. მე ვიცი სადაც უნდა გავჩერდე, მე ვიცი სადაც უნდა მოუმატო, მე ვიცი სადაც უნდა უთქვა, მე ვიცი სადაც უნდა გავჩუმდე, შენ შენთვის იყავი. და თუ გინდა კიდე და თუ ჭკვიანად იქნები, კვირას მოვალ ხოლმე ეკლესიაში და შესაძირავს მოგიტან. ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი, რითაც დღეს უმრავლესობა ჩვენთაგანი ვცხოვრობთ. მოდი ხშირად გავიმეოროთ. უფალი ჩემი მწყემსია. უფალი ჩემი მწყემსია. ის მწყემსავს. მისი ძალაუფლება ვრცელდება ჩემზე. იცი, ღმერთი არასდროს არ მწყემსავს ჯოხით. არასდროს არ ჩაგარტყავს ჯოხს თავში. არასდროს არ მოხვდება ხელებში. ამიტომ იცი, ძალიან ადვილია დღეს იმიტაცია. უფალი ჩემი მწყემსია. მე კი ვამბობ, მარტო ღმერთმა იცის და მე ვიცი რამდენად არის ჩემი მწყემსი. შენ ამას ვერასდროს ვერ გაიგებ. გასაგებია? მარტო ღმერთმა იცის და მე ვიცი რამდენად ფაქიზია ჩემი სინდისი. რამდენად ჩემი საქციელები ეთანხმება მის მწყემსობას. იცი დღეს უამრავი ადამიანი ცხოვრობს და ცხოვრობთ ასე. ჩვენ თვითონ ვწყვეტ რა არის კარგი. ჩვენ თვითონ ვანაწილებთ ჩვენ დროს, ჩვენ თვითონ ვანაწილებთ ჩვენს ფინანსებს, ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ამას. მე რა ვიტყვით, იმიტომ რომ ეკლესიაში დავდივართ, იმიტომ რომ სამოსელი განსაზღვრავს, სამოსელით ხდება ჩვენი იდენტიფიცირება, გულზე ჯვრით, ეკლესიაში ჯვრით ხდება ჩვენი იდენტიფიცირება. იცი, ეს შეიძლება კერპი იყოს. ეს შეიძლება ჩვეულებრივი კერპი იყოს. როცა ის იმ ფუნქციას დაკარგავს, რაც სინამდვილეში არის მისი ფუნქცია, ის კერპი გახდება. სიტყვა ჯვრის შესახებოდ წმინდა მოციქული პავლე ამბობს, სისულელია მათთვის, ვინც იღუპებიანო, ხოლო ჩვენთვის ღვთისძალა არისო. რატო არის ღვთისძალა? იმიტომ იქ მოხდა ჩვენი გამოსყიდვა. სიტყვა ჯვარი და გამოსახულება ჯვარი სულიერი სამყაროს და მატერიალური სამყაროს გადაკვეთის წერტილია. დიდება უფალს. ის მიუთითებს ორ რაღაცაზე, მორჩილებაზე ცოცხალი ღმერთის წინაშე. ვერტიკალური ძელი და მორჩილებაზე ადამიანთა წინაშე, ურთიერთობაზე ცოცხალი ღმერთის წინაშე და ურთიერთობაზე ადამიანების წინაშე. დიდება უფალს. მაგრამ მარტო ეს გამოსახულება არაფრის მომცემი არ არის. იცი, ზოგიერთი მართლა ამბობს, უი ჯვრის ეშინია, ეს მაგ ჯვრის არ ეშინია, მილიონი ჯვრის გაკეთება შეუძლია. მას ჯვრის არ ეშინია, მას ქრისტეს ჯვრის ეშინია. ქრისტეს ჯვარი და ჯვარი სხვადასხვა რამეა. ქრისტემ თქვა, ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, ამ ჯვარზე კი არ ლაპარაკობს, ის ხის ჯვარზე, ან რკინის ჯვარზე, ან რაღაცაზე. ჯვარი სხვა რაღაცაა, ჯვარი ჩვენი პასუხისმგებლობაა. ჯვარი ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას და უარს არ ვიტყვით ძნელ დროზე, უარს არ ვიტყვით განსაცდელზე და მოთბინებით წავალ და გავივლით ამას ყველაფერს. დღეს სიტყვა მოთბინება, კაპიკის ფასი. ძალიან ბევრთან მქონია, არაფრის მოთბენას არ ვაპირებ. შემეშინდა. ასე რომ დაუკვირდით, ქრისტემ თქვა, ჩემი ცხოვრები, დაუკვირდით, ჩემი ცხოვრები, ჩემ ხმას ისმენ.
და ისინი მე მომყვებიან. დაუკვირდით ქრისტემ თქვა, ჩემ სხვარ, ჩემი ხმა ესმისო. ჩემ ხმას მე ვაგონებ, ჩემ ხმასო ეს კი არა. იცი, ხშირად ჩვენ სამწუხაროდ მე როგორც ერთ-ერთი ქრისტიანი ლიდერი, მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩვენ ცხოვრებაში არის, ჩვენ ხშირად ვცდილობთ გავაგონოთ ვიღაცას. ქრისტემ არ თქვა ასე, რომ მე ჩემ ხმას ვაგონებ ჩემ სხვარსო. ქრისტემ თქვა, ჩემი სხვარი ის არის, ვისაც ჩემი ხმა ესმის. ეხა შენ გადაწყვეტე. საკვირაო სკოლაში ლექსები ქონდათ ხოლმე ჩვენს ბავშვებს. მე პალწაცინა კრავი ვარ, ქრისტეს ფარაში დავდივარ. ეხლა შენ გადაწყვეტე, მისი კრავი ხარ, თუ თხა ხარ. სხვარსა და თხას შორის რა არის იცი განსხვავება? სხვარი მორჩილია, თხა კიდე ჯიუტი. ურჩი ცხრებიც არიან. ეხლა შენ გადაწყვეტე. ქრისტე არ ახდენს გადარჩევას და დიფერენციაციას. არის ესეთი სიტყვა დიფერენციაცია, გადარჩევას ნიშნავს. ქრისტე არავის არ არჩევს. ქრისტე არ ამბობს, ეს ჩემი ცხვარია, ეს არ არის ჩემი ცხვარი. ქრისტემ თქვა, მე არავის არ ვასამართლებო, გახსოვთ? ვინ ასამართლებსო? სიტყვა. სიტყვა დგას, სიტყვა არის ეტალონი, სიტყვა არის სტანდარტი, ემორჩილება სიტყვას, ამით ხდება გადარჩევა. იცი შესასვლელი კარი სიტყვის თანახმად არის. ყველაფერს სიტყვა განსაზღვრავს. და ქრისტემ თქვა, ჩემს ცხვარს, ჩემი ხმა ესმის. თუ ესმის, ესე იგი რა? ესე იგი სწამს. თუ ესმის, ესე იგი სწამს. იმიტომ რომ რწმენა მოსმენისაგან, მოსმენა საიდან? ქრისტეს სიტყვისაგან. თუ მისი ხმა მესმის, ესე იგი მწამს და თუ მწამს, ესე იგი მას მივყვები და თუ მას მივყვები, ესე იგი მასთან ერთად ვარ. ამენ. და თუ მესმის, მას მივყვები და მასთან ერთად ვარ, ესე იგი მე მწამს, მე ესე იგი რწმენა მაქვს და ღმერთი ამბობს, რომ რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთის მოსაწონე. იცი ღმერთს უნდა რომ მისი ხმა მესმოდეს. და როცა მისი ხმა მესმის, ჩემში რწმენა მყარდება და მტკიცდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი მაგრამ. და რა არის ის ერთი მაგრამ? მე მწამს. იმიტომ რომ ეკლესიაში დავდივარ. მე მწამს, იმიტომ რომ ბიბლიას ვკითხულობ. მე მწამს, იმიტომ რომ ვლოცულობ ხოლმე. მე მწამს. აბა რა? დღეს რო ადამიანს კითხო გწამს, შეიძლება შეურაცხყოფაში ჩაკითვალოს ეს. წმინდა წერილი ამბობს, რწმენა მოსმენისაგან. მოსმენა ქრისტეს სიტყვისაგან. მეგობრებო, ერთი რამე იცოდეთ, მე წინა მსახურებაზეც თქვი, რწმენას ძალიან ბევრი მტერი ყავს. იცი ბოროტს აქვს მიზანი, რომ რწმენა დაკარგო. თუ რწმენას დაკარგავ, ცხოვრებას დაიწყებ ჩვევი. ცხოვრებას დაიწყებ ადამიანის ბუნებით. გადაწყვეტილებებს მიიღებ ადამიანის ბუნებით, დასკვნებს გამოიტან ადამიანის ბუნებით, შედეგებს დადებ ადამიანის ბუნებით. მიტუარი დღეს, იცი, რო ვაკვირდები, ისეთი გადაწყვეტილებები მიიღე, რა შუაში არ რწმენა. უკვე, იცი, ხასიათი, დღეს უკვე ფსიქოლოგიური ტესტი მეტია, ვიდრე რწმენა. ხასიათის შეთვისება, ეს, მაგრამ წაიკითხეთ ებრაელთა წერილი. მოდი გადავშალოთ ებრაელთა წერილი. მე-11 თავი. ჩემი საყვარელი თავია და ხშირად ვკითხულობ ამას. 32 მუხლიდან წავიკითხოთ მოდა. და რა ვთქვა? და კიდევ რა ვთქვა? დრო არ მეყოფა რომ ვილაპარაკო. გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იეფთაზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე, რომლებიც რით რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს. იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკეტავდნენ ლომებს, შრეთდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ מחვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს, ცოლები გაცოცხლებულს ღებულობდნენ თავიანთ მკვდრებს, სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ. და ყველაფერი ეს ხდებოდა რით? რწმენიდან გამომდინარე, რწმენა იყო წარმართველი. მაგრამ
აქ არ წერია, იცით, წინასწარ გადიოდნენ კონსულტაციებს. Რაღაცა გჭირდება რწმენა, ყველაფერი ხელის გულზეა. იცით, გასაოცარი რა არის? ეს განატყუილია, რაც ილაპარაკება. ეს რეალობაა. ეს რეალობაა. მაგრამ რწმენა იცი რა არის? რწმენა ღმერთის გული არის. რწმენა ღმერთის ხმა არის. სადამიწა რო გაერთიანდეს, მაინც ისე იქნება როგორც ის სიტყვის. დიდება უფალს. თუ გახსოვთ, იყო ერთი კაცი, რომელიც გამოვიდა დადგა ქალაქის კარიბჭესთან. ამ დროს გამოიარა წინასწარმეტყველმა. და მიღებული სიტყვა გაახმაურა და თქვა: დღეს საღამოს ერთი საწყაო ფქვილი და ძალიან იაფი თქვა. ეღირება ამდენი. და ერთი საწყაო ზეთიო კიდე უფრო ძალიან იაფი თქვა ამდენი. ამას გაეცდა. რას ლაპარაკობ? სადამიწა რო გაერთიანდეს, ეგ მაინც არ მოხდება. მოუბრუნდა წინასწარმეტყველი და უთხრა: შენი თვალით ნახავ დღეს ამას ყველაფერს, მაგრამ ვერ იგემებ ამას. ეს იყო დრო, როცა ისრაელი იყო დიდ ტყვეობაში ჩავარდნილი. დიდ ლაშქარს, კოალიციურ ლაშქარს დაპყრობილი ყავდა ისრაელი და ძალიან დიდი ეკონომიკური კრიზისი იყო, თუ გახსოვთ. ხალხი საკუთარ შვილებს ჭამდა. ისეთი მდგომარეობა იყო და ისეთი სიტუაცია იყო. და 4 კეთროვანი რომ მოდიოდნენ გზაზე, გახსოვთ? მოდიან თურმე და ფიქრობენ, მაინც ყუდებით და მაინც. რა აზრი აქვს ჩვენ სიცოცხლეს? მოდი წავიდეთ მტრის ბანაკში, თუ გვაჭმევენ, ხო კარგი, თუ არა და დაგხოცავენ მაინც და დავისვენებ. დაადგნენ და წავიდნენ მტრის ბანაკში. და ამ კეთროვნებს მაშინ სპეციალური სამოსელი ჰქონდათ, რომ სამოსელის ბოლოზე ეჟვნები იყო ჩამოკიდებული, რომ ეჟვნებს უნდა ეხმაურათ. რომ კეთროვანი მოდიოდა და რომ ყველა უნდა გაცლოდა გზიდან, იმიტომ რომ კეთრი იყო ძალიან საშინლად გადამდები დაავადება. და მისი განკურნება არ არსებობდა, კი არა, დღემდე არ არის მისი განკურნება შესაძლებელი. და ესენი მოდიან ამ თავის ეჟვნების ხმაურით და რომ მიუახლოვდნენ მტრის ლაშქარს, არ ვიცი ღმერთმა რა გააკეთა ესეთი და რა მოხდა. ამ ეჟვნების ხმაური უზარმაზარ ხმაურად გადაიქცა და ამათ ისე ეგონათ, რომ ისრაელმა დაქირავებული ჯარი დაიქირავა და ჯარით დატოვეს ყველაფერი და გაიქცნენ. შევიდნენ ეს 4 კეთროვანი და პირველი რაც გააკეთეს, მშივრები იყვნენ და ჭამა დაიწყეს, რამდენიც შეეძლოთ ჭამეს. მერე თქვეს, რაღა ჩვენ ჭამოთ, მარტო წავიდეთ და უთხრათ, რო წავიდნენ და უთხრეს, რომ მიტოვებულია მთელი საზდო, სანოვაგე, იარაღი, აღჭურვილობა, ყველაფერი მიტოვებულია და მტერი გაიქცა, არ უჯერებდნენ თავიდან. მაგრამ მერე თქვეს, ამოდი, ნახოთ მაინცო. თუთყუილია ხო გვეწოდინება თუ არა და და წავიდნენ და ურმებით ზიდავდა ხალხი ამ სანოვაგეს და ერთ-ერთმა ურემმა ის სკეპტიკოსი მიაჭყლიტა კედელზე, გახსოვთ? ყველაფერს ხედავდა, რომ ეს მართლა ესე იყო, მაგრამ თვითონ ვერაფერს ვეღარ ერეოდა. მეგობრებო, ერთი რამე იცოდეთ, წმინდა წერილი ამბობს ამას. წმინდა წერილი ამბობს, რწმენას ბევრი მტერი ყავს ჩვენ ცხოვრებაში. ერთი ადგილი მინდა წაგიკითხო წინამსახურებაზე, პასტორმა ხვიჩამ წაიკითხა ეს ადგილი. ეს არის მოციქულთა საქმე, მე-20 თავი. მე-21 მუხლიდან წაგიკითხავთ. მე-20 მუხლში წერია ეს არის მომენტი, როცა პავლე მოციქული იერუსალიმში როცა მიდიოდა, მილეთი იყო ესეთი ქალაქი და დაუძახა ქრისტიან ლიდერებს და პასტორებს და როგორც ისტორია ამბობს, დაახლოებით 120,000 კაცი იყო შეკრებილი და ბოლო დარიგებას აძლევს. და პავლე მოციქული ამბობს ამ სიტყვებს: სასარგებლო არაფერი დამიკავებია თქვენთვის, რაც არ გაგიცხადეთ და გასწავლეთ საჯარო თუ სახლებში. უმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებას და ჩვენი იუფლის იესო ქრისტეს რწმენას. ეს ორი რაღაც. პავლე მოციქული ამბობს, ყველას ამას ვეუნეოდი, ყველას ამას ვუმოწმებდი, ყველას ამას ვაფრთხილებ, ვუმოწმებდი მონანიებას და იესო ქრისტეს რწმენას. იცი, ჩვენს რწმენას ძალიან ბევრი მტერი ყავს და ერთ-ერთი, რაც ხშირად რწმენას თიშავს, მოუნანიებლობა არის. მოუნანიებლობა. სიტყვა მონანიება არ ნიშნავს რაღაცის გაკეთებას. სიტყვა მონანიება არ ნიშნავს არც მაპატიეს. სიტყვა მონანიება მობრუნებას ნიშნავს.
შემოbrუნებას. პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ უნდა მოვინანიოთ. ძალიან ხშირად ჩემთვის უთქვამთ ეს სიტყვა, მე რა მაქვს მოსანანიებელი. კარგად დაფიქრდი. კარგად დაფიქრდი. არის ისეთი რაღაცეები, რაც მე უნდა მოვინანიო. იმიტომ რომ რა არის ასეთი რაღაცეები, ხშირად ისეთი რაღაცით ვკავდები, რაც მეორე ხარისხოვანია. ხშირად ჩემი ყურადღება, ჩემი დრო, ჩემი რესურსი ისეთ რაღაცას მიაქვს, რაც არ არის საერთოდ ჩემი საქმე. რასაც საერთოდ არ უნდა შევხებოდი. რაც ვიღაცამ გადაწყვიტა ეს ტვირთი დაედო ჩემთვის, ამკიდა მე ეს ტვირთი და მეც ავიკიდე. და დავაკავე ჩემი გონება, ჩემი გული, ჩემი ფიქრები ისეთი რაღაცით, რაც საერთოდ არ იყო საჭირო ჩემთვის. საქმე იმაში არის, რომ ღმერთს კი არ დავეკითხე გაბაონივით. წავედი და აღთქმა დაუდე ვიღაცას, შევედი ამ ტვირთში ისე რომ ღმერთს არ დავეკითხე. მოვკიდე ხელი ისეთ რაღაცას, რომელმაც წაიღო ჩემი დრო, ჩემი ფინანსი, ჩემი რესურსი, რომელიც სხვა რამისთვის უნდა გამომეყენებინა. და მოუნანიებლობა თიშავს რწმენას ხშირად. მერე ვიწყებ იმიტაციას რწმენის ცხოვრებით. გასაგებია? ეკლესიაში დავდივარ. შესაწირავს ვსდებ, მიათეთს ვსდებ, ვლოცულობ ხანდახან, როცა ამის დრო მაქვს. ბიბლიასაც ხანდახან წავიკითხავ. რა, მე მორწმუნე არა ვარ? რწმენა სხვა რამეა, ჩემო მეგობრებო. რწმენა არის ის მისი ხმა მესმოდეს. მისი ხმა მესმოდეს. მეორე რჯულის 28 თავი ესეთ რაღაცას ნიშნავს, თუ გაიგონებ ჩემ ხმასო. დადგები იმ გზაზე, რომელზედაც გაყენებ. და დაიცავ ჩემს მცნებებს შესასრულებლად, მაშინ ესე იქნება. მოსე როგორ ლოცულობს მეორე რჯულის 26 თავში, გავიგონე შენი ხმა. გავიგონე შენი ხმა. არ გადამიხვევია შენი გზიდან, შენი ნაბრძანების თანახმად გავაკეთე. ჩვენ ასე ვცხოვრობთ? ჩვენ ხშირად გავიგონე მეზობლის ხმა, გავიგონე ნათესავის ხმა, გავიგონე შვილების ხმა, გავიგონე ოჯახის ხმა, გავიგონე საჭიროებების ხმა, ბევრი რაღაცის ხმა გვესმის. და არ ვცდილობთ ხშირად მისი ხმა გავიგონოთ. მისი ხმა გავიგონოთ. ამიტომ არის ჩვენ ცხოვრება როგორ? არ მცალია. არ მცალია. არ მცალია. არ მაქვს. გვაქვს. უბრალოდ ღმერთისთვის არ გვაქვს. სხვა რაღაცეებისთვის გვაქვს. სხვაგან არის რაღაცეები. ამიტომ არის ჩემო მეგობრებო. წმინდა მოციქული პავლე წინამსახურებაზე ვთქვი და გავიმეორებ. მეორე ტიმოთეს მე-4 თავია ეს. იქ წერია, მდინარება დავასრულო, რწმენა შევინარჩუნე. იცი, ამ საუკუნეში ძალიან დიდი ვაშკაცობა გჭირდება შენც და მეც, რომ რწმენა შევინარჩუნო. რომ ერთგული დავრჩე ღმერთის სიტყვისა და ღმერთის ხმისა. რწმენა შევინარჩუნე. რწმენის შენარჩუნება ეს იმას პავლე მოციქულს ის არის თქვენ მე ღმერთი მწამს. ეშმაკებსაც წამთ ღმერთი. მარტო კი არ მწამს ღმერთი. ჩვენ საგალობლებ მხოლოდ შენ გეკუთვნი, მხოლოდ შენ მიყვარხარ, მე რა დაგიშავე. მე მარტო ღმერთი არ მიყვარს. არა ღმერთო, მე შევიყვარებ ყველაფერს რაც შენია. მე მწამს შენი სიტყვის. მწამს შენი იმპულსების. მწამს შენი სურვილების. მწამს შენი მითითებების. გავითვალისწინებ ამას. წმინდა მოციქული პეტრე გვასწავლის და გვაფრთხილებს. წმინდა ხავითო ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი. რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს ეს? გამოყავი ქრისტე. ის არის უფალი. უფალი ვინ არის? ვინც უფლობს? უფალი ვინ არის? ვინც ძალაუფლებას ფლობს? უფალი ვინ არის? როცა მე ვწყვეტ, როცა ჩემ სურვილზე დავდივარ, უფალი მე ვარ.
და არა ის. მაგრამ ის როცა არის უფალი, ის ამბობს და მე ვემორჩილებ. ის მიმითითებს და იმ მიმართულებით მივდივარ. ამიტომ ეს მუხლი ძალიან კარგი მუხლია. წმინდა ხავით ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი. ტესტები მოუწყეთ თქვენს რწმენას, მოვუწყოთ ჩვენს რწმენას. მე თქვენ არ გეუნებით, მარტო მე ჩემ თავსაც ვეუნები ამას. გამოუცადოთ ჩვენი რწმენა. მოქმედებს თუ არა ჩვენი რწმენა, ცოცხალია თუ არა ჩვენი რწმენა, მოქმედია თუ არა ჩვენი რწმენა. განახლების დღესასწაულია. განახლების დღესასწაული, განახლების გარეშე დღესასწაული აღარ არის. ახლდება თუ არა ჩემი რწმენა. დუხს თუ არა ჩემი რწმენა. თუ ღმერთის სიტყვა შენს გულში შეუშვებ, ის მოქმედებას დაიწყებს. რაღაცეები დაიწყება, პროცესი დაიწყება, ვერაფერი ვერ შეაჩერებს, ჭურჭლებს დაამსხვრევს. დიდება უფალს. ღმერთს უნდა რომ სიტყვა, ღმერთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი, ორლესულ מחვილზე ბასრი, აღწევს გულისა და სახსართა გათიშვამდე და სჯისო სულსა და მშვენისას. დიდება უფალს. ღმერთის სიტყვა თუ მოქმედია, რატომ არის გაჩერებული რაღაცეები? ის შიგნით უნდა მოხდეს. მან მოქმედებები უნდა გამოიწვიოს